მაშინ მე მიყვარს ჭამა. დამდება თუ გამდება. ზოგადები და შეხუხბილი. რა იწუგავ თან დამარტყმელ პურის ჭამა ხავს, მაგრამ ძალიან ძეცეშმარები მიყვარს. ჰეი მეგობრებო. ეხლა მინდა გაჩვენოთ რას ჭამ. ბევრმა დამიწერა კომენტარი რას ჭამ. რეალურად ჩემი ჭამა არ მოიაზრებს დიეტას. იმიტომ რომ ვცდილობ რომ რეალურად ცხოვრების წესი შევიცვალო და აქედან გამომდინარე მუდმივად დიეტაზე ვერ ვიქნები, ამიტომ ვცდილობ რომ ვიკვებო ჯანსაღად. ამ მომენტში მაქვს აქ ბრინჯი უბრალოდ მოხარშული და ცოტა მარილით. ქათმის ფილე, რომელიც უბრალოდ მოვხარშე და შემდეგ ღუმელში შევწვი ვერթის გარეშე რა თქმა უნდა. ეხლა მე ამ ჩემ ბრინჯს დავუმატებ ცოტა ტყემალს. იმიტომ რომ გიждები ხალხო ტყემალზე და თან არაფერი განსაკუთრებული. დავუმატებ ცოტა კრემყვალს და ხმერთო. და მოვიწე. ის რაღაცა შტერულად მაქვს. ახლა ფილეს დავჭრი, რომელიც პირველი წრისთვის ცოტა მშრალი გამომივიდა. იმიტომ რომ ზეთი არ აქვს, არაფერი არ აქვს და ისე რომ მოვბრაწე. ცოტა გამომიშრა, ბევრი მომივიდა მგონი. ესთან არ მოვიტანე. ამ ხელა. არა წავარა. მედი არ დავისწრებ. ბრინჯი. შემდეგ დავუმატე. აი, მალე ყველაფერს გემრიელებს. მაგრამ ამ ბოლო დროს ბრინჯი ძალიან მიყვარს. მართლა ძალიან გემრიელია. როგორც შემოწმენელმა მითხრა, რომელსაც მალე გაიცნობთ. უნდა ვიყვებო გემრიელად, რომ მას უფრო კარგი შედეგი გქონდეს. რომ ცხოვრების წესად გამიჯდეს. პური რაც იყო ჩემი სისუსტე. რეალურად დიდი ხანია აღარ არის. იმიტომ რომ რა ჩემ შეყვარებული გავიცანე მომდმად ბრინჯს თან ერთად ჭამს რაღაცებს და მან მართლა ძალიან შემიცვალა პურისადმი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ბრინჯს რო ჭამ ხა პურიზე უნდა მიაყო. მართლა ძალიან გემრიელია ხალხო. არ ვიტყვები. დილის მჭამელი ადამიანი არ ვარ. მეტყობალობთ. ხო. პოსტომიდო და განსაკუთრებით ეს პომიდორი რაღაცა გემრიელესი არ ვიცი. როდის ახალი რომ ახსენდეს, უბრალოდ ისე გავაპირებდი, ისეთ გემრიელ პომიდორები აქვს. მოგონება ისე მომეწყო უკვე. დილიდან ძალიან ისე ვიყავი სტარტზე. მოდით აბანათო ახლა. აბა გამოვხედე ახლა ვინც გუით იყავი მე შემთხვევაში შემოგვიძახე. მადლობა რომ მიყურებთ მეგობრებო.